ხა ინტერნეტ სიახლეები რო არ გამაცნო, ხო იცი რომ უპრობლემოდ ახლავე გადავალ გერმანიაში. არა. სადაც მეგობრებო გერმანელმა მამაკაცმა რუბიკის კუბი თვითმფრინავიდან გადმოხტომის დროს ააწყო, ანუ სისწრაფეზე აღარ ვლაპარაკობ და ემოციის შეკავებაზე საერთოდ. ეს ყველაფერი ტომ კოპკემ პარაშუტის გახსნამდე შეძლო და ამისთვის სულ რაღაც 23 წამი დასჭირდა. მამაკაცის მონდომებას უშედეგოდ, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია და ვერც ჩაივლიდა. ტომმა გინესის რეკორდის დამყარება მოახერხა ამ საქციელით და როგორც თავად ამბობს რუბიკის კუბი პირველად 18 წლის ასაკში ააწყო და მას მერე სურდა რომ ეს პარაშუტით გადმოხტომის დროსაც გაეკეთებინა და მან ეს განახორციელა კიდეც და ჯილდოც მიიღო. ჯილდო თუ ჯილდოა ხო გინესის რეკორდსმენი მაგისტვის გააკეთა და ჰა მიზანი მიღწეულია ხო არ ვიცი მარტო სტატუსია ნეტა თუ რაღაც ფულადი ჯილდო მე მგონი არის ფულადი ჯილდოც კი მეც ესე მგონია რომ არის ფულადი ჯილდოც თან აი ამ მდგომარეობას ალბათ მოყვება ეგეც ხო ყოჩა მთავარია რომ ალბის ხეზე არ შეჩერდა რუბიკის კუბით და არ გააკეთა თქვა სადმე ყოჩა მოახერხა კი ბატონო თვითმფრინავის გარეშე და გადმოხტომის გარეშე მაინც აწყობთ კუბიკის რუბიკს ბავშვობის მერე არ მივკარები რუბიკის კუბიკს არ მივკარები ვარ ბავშვობის მერე და ოდესმე შეძელი მე ვერცერთი შეძელი ოღონდ წამები და მან ხო რაღაცა ფორმულები არის რომელიც ეხა დღეს უკვე YouTube პლატფორმაზე არის და შეგიძლია რომ იმეცადინო და ისწავლო მე უკვე ტექნიკაზე და ხელზე თუმცა ძალიან კარგი და ცოტა სხვანაირი ტვინი უნდა რომ ეს უცბად ესე გააკეთო და მე არ შევიცი. მყავს მეგობრის შვილი რომელიც რა წარმატებს ახსევს კიდეც რაღაც აი ჩემს თვალწინა 14 წამში და რაღაცებში ყოჩა ხო ნუ სხვა რაღაცა ნიჭიერესი ჩემი ალექსანდრე. კი ბატონო. მაშინ მე შემდეგ ამბავს გეტყვით ესე იგი